დღეს მაღაზიებში რო იყიდება ამდენი მოწამლული და გაუბედურებული პროდუქტები, როგორ შევარჩიოთ იქიდან მართლა ჯანსაღი საკვები რაც გამოგვადგება. დღეს ჩვენ ცხოვრობთ წარე რეალობაში, სადაც წარმოიდგინე 80% პროდუქტს, რომელიც მაღაზიაში იყიდება, უფლებაც კი არ აქვს, რომ საკვები ერქვას. ეს არის საკვების იმიტაცია, გატენილია ტრანსხიმებით, ქიმიკატებით, ემულგატორებით, პესტიციდებით და 1000 მართლა უბედურებით და თუ გინდა აი ამ პირობებში შენ და შენი ოჯახი იყოთ დაცული, გირჩევ რომ ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო რა ჩვენს არხზე დადებულა. პირველ რიგში შენთან შეკითხვა მაქვს და იყავი მაქსიმალურად გულწრფელი. შენ როგორ არჩევ პროდუქტებს მაღაზიაში, სანამ მე გასწავლი, შენ გამაინტერესებს გულწრფელად დაწერე კომენტარებში როგორ არჩევ პროდუქტებს. აი მე მაგალითად მაქსიმუმ ადრე პროდუქტებს რო ყიდულობდი, ვადას უყურებდი, რომ ვადიანი ყოფილიყო, ვადაგასული არ ყოფილიყო და მაქსიმუმ სუნი მენახა თუ შესაძლებელი იყო, რომ კაი სუნი ქონოდა პროდუქტს. ასე ვარჩევდი მე. შენ როგორ არჩევდი და ეხლა დავიწყოთ განხილვა. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დღეს საწარმოებს და მაღაზიებს აწყობთ, რომ ბევრი პროდუქტი გაყიდო. ისინი ადამიანის ქცევებს სწავლობენ ყოველ დღე და იმუშავებენ ისეთ ხრიკებს, რაც ჩვენ გვაიძულებს, რომ უფრო მეტი პროდუქტი ვიყიდოთ. ძალიან ბევრი ხრიკები არსებობს, მაგალითად რამოდენიმე განვიხილოთ. პირველი არის ფერად-ფერადი ლამაზი შეფუთვები და ლამაზი წარწერები, რაც დიდად აწერია პროდუქტს, რადგან არ უნდა ასე ვთქვათ გავებად ხაფანგში. აი მაგალითად შეიძლება იყოს ლამაზი გარეკანი და ეწეროს პროდუქტი ქოლესტერინის გარეშე. აი რაღაცა ლამაზი წარწერაა თითქოს ქოლესტერინის გარეშე და ესეც რეალურად ხრიკია, იმიტომ რომ ადამიანებმა არიციან, რომ ქოლესტერინის შესაძლებელია იყოს მხოლოდ ცხოველურ ცხიმებში, ანუ მცენარეულ პროდუქტებში, სიტყვაზე მზესუმზირის ზეთებში და ასე შემდეგ, ქოლესტერინი ფიზიკურად ვერ იქნება, ის სხვა რამის გამოა მავნე და დღეს რაღაცა სიტყვაზე იქ სხვადასხვა ზეთებში და ასე შემდეგ წერენ ქოლესტერინის გარეშე, აგიდაც სხვადასხვა მცენარეულ ზეთებში, ასე ვთქვათ, მცენარეული წარმოშობის ცხიმებს აწერენ პროდუქტი, ასე ვთქვათ, ქოლესტერინის გარეშე. რეალურად ქოლესტერინი ვერც იქნება ვერანაირად, ხო? შემდეგ შეიძლება დააწერონ გამდიდრებულია ვიტამინები, დიდად დააწერონ, აი გაზიან სასმელებსაც კი აწერენ, მაგალითად გაზიანი სასმელი C ვიტამინით, გამდიდრებულია C ვიტამინით. წარმოიდგინეთ, გამდიდრებულია ფრაზა ნიშნავს, რომ იმ პროდუქტში ბუნებრივად კი არ შედიოდა ეს ვიტამინი, არამედ ქიმიურად სინთეზირებული ვიტამინით გამდიდრეს, დაამატეს იმას სარგებელთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. არავინ არ მოგატყუოს, რომ გაზიანის სასმელი შეიძლება ვიტამინებს შეიცავდეს და იყოს სასარგებლო. ასევე რა ხრიკები აქვთ კიდე? შეიძლება დააწერონ იქ შაქრის გარეშე და შაქარზე უარესი რამე შედიოდეს, იმის გარეშე, ამის გარეშე. მარკეტებში რო შედიხარ, იქ კიდე ცალკე ხრიკებია. მაგალითად, თუ დაკვირვები ხარ, აი დაწერე კომენტარებში, თუ დაკვირვები ხარ, რომ ყველაზე საჭირო პროდუქტები დევს მაღაზიის სუბოლოში, ანუ კილომეტრ-ნახევარი უნდა გაიარო იმისთვის, რომ მაგალითად პური იყიდო. რატო ხდება ასე? იმიტომ რომ შენ გზად უნდა შეხვდეს 1000 არასაჭირო პროდუქტი, რომ რაღაცა ხელს წააყოლო იმ პურთან ერთად, ანუ ხრიკებია, ეგ კი არა. დღეს უკვე სუნებს და არომატებსაც კი ხმარობენ. აი მაგალითად, სიტყვაზე ავიღოთ დიდ ჰიპერმარკეტებში უკვე დაიწყეს ადგილზე პურის გამოცხობა. ეს განა იმიტომ კეთდება, რომ შენ ადგილზე გამოცხარი ცხელი პური იყიდო. არა, უბრალოდ იქ ეს გემრიელი სუნები ტრიალებს და სტატისტიკურად, ნახე სტატისტიკა გვეუბნება, რომ ადამიანს თუ მადა აღეძრა, ორჯერ მეტ ფულს ხარჯავს მაღაზიაში. ანუ ისინი ცდილობენ, რომ მადა აღგიძრან, ანუ უამრავ ხრიკს იყენებენ იმისთვის, რომ შენ შეიძინო ბევრი პროდუქტი. და რეალობაში ეს გარედან წარწერები და ასე შემდეგ სანდო არ არის იქ ვერ კი ქოლესტერინის გარეშე წერია, სიმართლე წერია, ვერ შეედავები, მაგრამ სანდო არის ის, რაც ყველაზე წვრილად წერია. აი ბოლოში რო შეხვალ წერია ან შემადგენლობა, ან ინგრედიენტები, ზოგ პროდუქტს აწერია ინგრედიენტები, ზოგ შემადგენლობა. აი იქ ინგრედიენტებში რაც წერია, იმას ვერასდროს ვერ მოგატყუებს. აი იმის წაკითხვა უნდა ვისწავლოთ. დიდი ასოებით რო დაგიწერენ, რომ იქ შედის ეს ვიტამინი ან კიდაც ქოლესტერინის გარეშეა, ეს მარკეტინგული ხრიკებია. და თუ გინდა იყო დაცული, უნდა დაიწყო ინგრედიენტების კითხვა. ძალიან მარტივია, ეხლა გასწავლი როგორ უნდა წაიკითხო. პროდუქტის ბოლოში რო ჩახვალ წვრილად წერია შემადგენლობა ან ინგრედიენტები. დაიმახსოვრე მთავარი წესი. იქ წერია ყველაფერი მიმდევრობით. ეს რას ნიშნავს? ნახე, წერია თქვათ 10 ელემენტი. რაც ყველაზე პირველი წერია, ის შედის ამ პროდუქტში ყველაზე დიდი რაოდენობით. რაც შემდეგი წერია, ის შედის ასევე შემდეგი დიდი რაოდენობით და ასე კლებისკენ მიდის.
თუ რაღაცა პირველი წერია, ის ყველაზე დიდი რაოდენობით შედის. თუ ბოლოში წერია, ის ყველაზე ცოტა რაოდენობით შედის. აი მაგალითად, თუ სოსისის ან ძეხვის შემადგენლობას წაიკითხავ, ჯერ წერია უამრავი სხვა რაღაცა და ბოლოში წერია შეიძლება შეიცავდეს ხორცს კვალის სახით ან გადამუშავებულ ხორცს. სულ ბოლოში წერია, ამიტომ ვიძახი რომ ძეხვებში და სოსისებში ხორცი არ არის. ამიტომ წაიკითხეთ ეს ინგრედიენტები და ეხლა რას უნდა ერიდოთ. პირველ რიგში ერიდეთ პროდუქტებს, რომლის ინგრედიენტებში შედის ტრანსცხიმები. ეს ყველაზე მავნე ელემენტია მთელ სამყაროში. ოღონდ ნახე დღეს მარკეტოლოგებმა ისწავლეს გალამაზება ამ ფრაზების. შეიძლება ტრანსცხიმი არ დაგიწეროს და სხვანაირად აღნიშნოს, არ მოიტყუება იგივეს ნიშნავს, მაგრამ შეიძლება არ იცოდე. მაგალითად, ჰიდროგენეზირებული ზეთი თუ წერია, ეს იგივეა რაც ტრანსცხიმი. თუ წერია მცენარეული ცხიმი, ესეც იგივეა რაც ტრანსცხიმი. უბრალოდ ნახე, ტრანსცხიმი ყურს ცუდად ესმის, მაგრამ მცენარეული ცხიმი კარგად ესმის და თუ პროდუქტი მყარია და იქ მცენარეული ცხიმი წერია, მაგალითად ყიდულობ კარაქს, კარაქი არის მყარი. თუ შემადგენლობაში წერია მცენარეული ცხიმი, ეს ნიშნავს, რომ იქ ტრანსცხიმია. ტრანსცხიმი არის გამყარებული, ასე ვთქვათ, ჩვენებურად რო ვთქვათ, მარტივად გამყარებული თხევადი მცენარეული ცხიმი არის ტრანსცხიმი. შემდეგ ერიდეთ პროდუქტებს, სადაც წერია ბევრი EASO ციფრებით, აი თუ დაკვირვები ხარ წერია შემადგენლობაში, იქ მაგალითად პირველი წერია სიტყვაზე რაღაცა ინგრედიენტი და მეორე წერია E220, E201, E209, E210. რაც უფრო ბევრი ეს EASO-ები წერია, ეს ემულგატორებს ნიშნავს. ეს არის გემოს გამაძლიერებლები და სხვადასხვა უბედურებები. მით უფრო მავნეა, ზოგადად დაიმახსოვრე, რომ პროდუქტის შემადგენლობა, ანუ ინგრედიენტები, რაც უფრო მოკლეა და რაც უფრო ცოტაა, უფრო სასარგებლოა, უფრო ჯანსაღია, უფრო საჭიროა, ხო? დამიჯერე რა, ვიცი რაზეც გესაუბრები, წლები ამ სფეროში ვარ, მე თვითონ 60 კილო დავიკერი ამ ყველა მეთოდით, ათასობით ადამიანს ვეხმარები და თამამად ვიტყვი, რომ ვარ პროფესიონალი კვების კონსულტანტი და ათასობით ადამიანს დავეხმარე და გაითვალისწინე ეს, რომ ტრანსცხიმებით დიდარი პროდუქტი, ემულგატორებით დიდარი, ქიმიკატებით დიდარს მოერიდი. აი მაგალითად, დღეს რო წახვალ მაღაზიაში რამე პროდუქტის საყიდვად, იქ სხვადასხვანაირი დევს. სიტყვაზე გინდა არაჟანი იყიდო, ხო? დევს ხუთნაირი არაჟანი. აიღე და შეადარე, რომლის შემადგენლობაც უფრო მოკლეა, რომელშიც არ შედის მცენარეული ცხიმები, არის ნაკლები ემულგატორები და ქიმიკატები, ის იყიდე, დაიცავი შენი ოჯახი, ხო? ისინი არ ფიქრობენ შენზე. წარმოებლები და მარკეტები ფიქრობენ თვითონ როგორ გაყიდონ ბევრი, იმაზე კი არ ფიქრობენ შენ როგორ ჭამო ჯანსაღი. ამიტომ შენ თავზე ისევ შენით უნდა იზრუნო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისწავლო საკუთარ თავზე ზრუნვა და ჩემი დევიზია, მე ყველას ვეუბნები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ვჭამთ. წაიკითხეთ შემადგენლობა, ხო აი რაღაცას რო ყიდულობ, არა საკვებს, ხო კითხულობ, აი ვირსაც მანქანა ყავს, იქ ზეთს რო ყიდულობს მანქანისთვის. 10,000 ჯერ კითხულობს რა შემადგენლობა აქვს იმ ზეთს და როგორი ხარისხისაა, როგორი სისქე და ასე შემდეგ აქვს, რამდენზე აქვს შეფარდება და ასე შემდეგ. ზოგი ადამიანი მანქანაზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე საკუთარ ორგანიზმზე. ტელეფონს რო ყიდულობ, ხო 1000 რო ყვირდები, იქ რამდენი მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, აღწერებს ყითხულობ და საკვებს რო ყიდულობ, რაც შენს ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე მოქმედებს, იმას არ კითხულობ. რეალურად ის უფრო მთავარია ტელეფონი, დღეს გაქვს ხვალ არ გექნება გაფუჭდება, ხო, მაგრამ შენი ორგანიზმი შენთან არის მთელი ცხოვრება, ეს ერთადერთი სხეულია, რაც გაგაჩნია. წაიკითხე შემადგენლობა, ერიდე ფერადი შეფუთულ რაღაცებს, იქ წარწერები როა ქოლესტერინის გარეშე, იქ შაქრის გარეშე, წაიკითხე ინგრედიენტები. ინგრედიენტები რაც უფრო ჯანსაღია, უფრო კარგია, ჯანსაღის და არაჯანსაღის გარჩევას რა უნდა, ხო? ქიმიკატები, უცნაური სახელები როა ის ნიტრატები, ნუტრატები და ასე შემდეგ და ემულგატორები მავნეა. ჯანსაღი ელემენტები კი იცით რა არის, სიტყვაზე თუ ყიდულობთ არაჟანს, არაჟანში ემულგატორები და უბედურებები კი არ უნდა ეწეროს, დაეწეროს ჯანსაღია ნედლი რძე სიტყვაზე. თუ იქ რძის გარდა კიდე ტონა 1000 რამე წერია, ის ჯანსაღი ვერანაირად ვერ იქნება. დღევანდელ სამყაროში ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ ჯანმრთელად იყო, ხო, ჯანსაღად იყო. და სხვათა შორის შენ თუ გინდა წონის დაკლება, ისე რომ გვერდში პროფესიონალი კონსულტანტი ყავდეს, ვინც ყვებასაც დაგილაგებს, შენი გრაფიკს მოარგებს, გზა და გზა ანალიზში დაგეხმარება ყველაფერში. ეხლა სუპერ შეთავაზებები გვაქვს, პირადში მოგწერეთ, პლუს ახალი პროექტი დავიწყეთ, სადაც თქვენს ყველა შეკითხვას ვცდილობთ უპასუხოთ, კომენტარებში თუ რამე შეკითხვა გაქვს ყვების შესახებ. გამოგზავნე, ვეცდებით ამ ვიდეოს კომენტარებიდან ავარჩიოთ შეკითხვები და გავცეთ სხვა ვიდეოებში პასუხი და მაქსიმალურად გააზიარეთ ეს ვიდეო, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს мотиваცია
დაიწყოს პროდუქტების შემადგენლობის ყიდვა. ამაზეა ჩვენი მომავალი და ჩვენი ჯანმრთელობა დამოკიდებული. წაიკითხე, რას ჭამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.